4.24 სინათლის წელი. ეს ჟღერს როგორც აბსტრაქტული ასტრონომიული რიცხვი. მაგრამ თუ მას გამოვთვლით, ის გადაიქცევა რაღაც კონკრეტულად და შემაშფოთებლად. Voyager ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ზონდი, რომელიც კაცობრიობას ოდესმე აუშენებია და სისტემიდან გაუშვია, ამ მანძილის გასავლელად დაახლოებით 73,000 წელი დაუჭირდებოდა. თაობები მოვიდოდნენ და წავიდოდნენ. ცივილიზაციები წარმოიშვებოდა და ქრება. და ზონდი მაინც გზაში იქნებოდა. ეს არის მანძილი ჩვენს უახლოეს მეზობლამდე, პროქსიმა ცენტავრამდე. პატარა წითელი ჯუჯა ვარსკვლავი, რომელიც თითქმის არ ჩანს ცაზე, მაგრამ მაინც თანამედროვე ასტრონომიის ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი ობიექტია. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის უახლოესი ვარსკვლავია, არამედ იმიტომაც, რომ მის გარშემო შესაძლოა არსებობდეს პლანეტა, რომელიც ჩვენსას მაინც ოდნავ გავს. და სწორედ აქ იმალება პარადოქსი. პროქსიმა ცენტავრი ერთდროულად წარმოუდგენლად ახლოა და პრაქტიკულად მიუწვდომელი. ის იმდენად ახლოა, რომ ფიზიკოსები და ვიზიონერები სერიოზულად განიხილავენ, როგორ შეიძლება იქ ზონდის გაგზავნა. ის იმდენად შორსაა, რომ არც ერთი ტექნოლოგია, რაც დღეს გვაქვს, ამ მიზნის მიღწევას ადამიანის სიცოცხლის განმავლობაში ვერ შეძლებს. ჩემი სახელია სირვანი და ეს არის Mars Chronicle. იმის გასაგებად, თუ რატო არის პროქსიმა კენტავრი ასეთი განსაკუთრებული, ჯერ უნდა გავიგოთ ზუსტად სად მდებარეობს ის. რადგან ის არ არის იზოლირებული ვარსკვლავი ცარიელ სივრცეში. ის ეკუთვნის სისტემას. საერთოდ, ეს ჩვენი უახლოესი ვარსკვლავური მეზობელია. ეს სისტემა ალფა კენტავრი ქვია და შედგება 3 ვარსკვლავისგან. ორივე მათგანი, ანუ ალფა კენტავრი A და B, ქმნიან მჭიდრო ორმაგ ვარსკვლავურ სისტემას. ორივე საოცრად გავს ჩვენს მზეს ფორმით, ზომით და ტემპერატურით. ისინი ერთმანეთის გარშემო ბრუნავენ დაახლოებით ყოველ 80 წელიწადში ერთხელ და დედამიწიდან დაახლოებით 4.37 ასეული სინათლის წლის მანძილზე მდებარეობენ. სამხრეთ ნახევარსფეროდან ეს წვილი შეუიარაღებელი თვალით ჩანს. როგორც ღამისცის მესამე ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი, სირიუსისა და კანოპუსის შემდეგ. ეს ორი ვარსკვლავი იმდენად ახლოს არიან ერთმანეთთან, რომ ერთი კაშკაშა წერტილივით ჩანს. მაგრამ ამ ისტორიისთვის გადამწყვეტი ვარსკვლავი სინამდვილეში მესამეა. ის მხოლოდ 1915 წელს აღმოაჩინეს და ისიც შემთხვევით. შოტლანდიელი ასტრონომი რობერტ ინესი იოჰანესბურგის იუნიონის ობსერვატორიაში ცის ფოტოგრაფიულ სურათებს სწავლობდა, როცა რაღაცა მიიპყრო მისი ყურადღება. ძალიან სუსტი ვარსკვლავი სურათებზე ოდნავ იყო გადანაცვლებული. ზუსტად ისე, როგორც ამას ახლოს მდებარე ობიექტის შემთხვევაში ვაკვირდებით. შემდგომი გაზომვების შემდეგ დადგინდა, ეს შეუმჩნეველი სინათლის წერტილი უბრალოდ ფონის ვარსკვლავი არ იყო. ის იყო მზესთან ყველაზე ახლოს მდებარე ვარსკვლავი. მისი სახელია პროქსიმა კენტავრი. ყველაზე ახლოს. შემდეგ იყო ნელი გაცნობიერება იმისა, რომ ეს ვარსკვლავი ფუნდამენტურად განსხვავდებოდა ჩვენი მზისგან. პროქსიმა ცენტავრი წითელი ჯუჯაა, უფრო პატარა, უფრო ცივი, ნაკლებად მასიური. მას აქვს მხოლოდ დაახლოებით 12% ჩვენი მზის მასისა და დაახლოებით 15% მისი დიამეტრისა და მაინც ის საოცრად მკვრივია. მისი მატერია იმდენად ძლიერად არის შეკუმშული, რომ მისი საშუალო სიმკვრივე დაახლოებით 40-ჯერ მეტია ვიდრე მზის. მაგრამ ეს ყველაზე საინტერესო არ არის მასში. წითელი ჯუჯები ფიზიკურად სხვაგვარად ფუნქციონირებენ, ვიდრე ისეთი ვარსკვლავები, როგორიც ჩვენი მზეა. პროქსიმა ცენტავრის შიგნით ცხელი პლაზმა სრულად ირევა. ასტრონომები ამას სრულ კონვექციას უწოდებენ. ეს პროცესი წარმოქმნის განსაკუთრებით ძლიერ ქაოტურ მაგნიტურ ველს. და ეს მაგნიტური ველი რეგულარულად იწვევს რაღაცას, რაც მის სიახლოვეს არსებულ ნებისმიერ პლანეტას საცხოვრებლად უარგის ადგილად აქცევს. ძალიან ძლიერი გამოსხივების ამოფრქვევები. პროქსიმა ცენტავრი ეგრეთ წოდებული ანთებადი ვარსკვლავია. რამდენიმე წუთში მისი სიკაშკაშე შეიძლება მოულოდნელად დრამატულად გაიზარდოს, როდესაც უზარმაზარი რაოდენობის მაგნიტური ენერგია თავისუფლდება. განსაკუთრებით შთამბეჭდავი აფეთქება 2019 წლის მაისში დააფიქსირეს. მოკლე მომენტით ის ისეთი კაშკაშა იყო, როგორც არასდროს ამ ვარსკვლავის დაკვირვების ისტორიაში. ეს აფეთქებები ენერგიას აორცელებს მთელ ელექტრომაგნიტურ სპექტრში, ხილული სინათლიდან დაწყებული ინტენსიურ რენტგენის გამოსხივებამდე. ეს პროქსიმა ცენტავრს ერთდროულად მომხიბლელსა და საშიშს ხდის. რადგან მის ორბიტაზე შესაძლოა მდებარეობდეს სამყარო, რომელიც ერთი შეხედვით დედამიწის მსგავს პლანეტად გამოიყურება. გარღვევა 2016 წელს მოხდა.
ევროპის სამხრეთის ობსერვატორიის ასტრონომებმა ჩილეში რამდენიმე თვის განმავლობაში დააკვირდნენ ვარსკვლავის უმცირეს, მაგრამ რეგულარულ მოძრაობას. ეს ეგრეთ წოდებული რადიული სიჩქარის სიგნალია. ვარსკვლავის მსუბუქი რხევა, რომელიც წარმოიქმნება მაშინ, როდესაც პლანეტა თავისი გრავიტაციით ოდნავ აქეთ-იქით ქაჩავს მას. კამპანიას შეგნებულად შერჩეული სახელი ჰქონდა. კამპანიას ერქვა სახელი, რომელიც კარლ საგანის ცნობილ აღწერას მიუთითებდა დედამიწის შესახებ, როგორც მკრთალ ლურჯ წერტილზე, დანახული მილიარდობით კილომეტრის დაშორებიდან. 2016 წლის აგვისტოში შედეგი ერთნიშნულოვანი იყო. პროქსიმა ცენტავრს აქვს პლანეტა. მას პროქსიმა ცენტაური B დაარქვეს და მისი ძირითადი მახასიათებლები ერთი შეხედვით იმედის მონცემად ჟღერს. ის მინიმუმ 1.07-ჯერ უფრო მასიურია ვიდრე დედამიწა. ის თავის ვარსკვლავს ისეთ მანძილზე უვლის, რომ ზუსტად სიცოცხლისთვის ხელსაყრელ ზონაში იმყოფება. ეს არის ის რეგიონი, სადაც თეორიულად ტემპერატურა საშუალებას მისცემდა ზედაპირზე თხევადი წყალი არსებობდეს. მაგრამ აქ დედამიწასთან მსგავსება საკმაოდ მკვეთრად მთავრდება. რადგან პროქსიმა ცენტაური ჩვენი მზისგან ბევრად უფრო ცივია, მისი სიცოცხლისთვის ხელსაყრელი ზონა ვარსკვლავთან მნიშვნელოვნად ახლოს მდებარეობს. პროქსიმა B თავის ვარსკვლავთან დაახლოებით 20-ჯერ უფრო ახლოს მდებარეობს ვიდრე დედამიწა მზესთან. სრული ბრუნი მხოლოდ 11.2 დღეს გრძელდება. და ეს უკიდურესი სიახლოვე დიდი ალბათობით გადამწყვეტ შედეგს იწვევს. პლანეტა მოქცევით ჩაკეტილია. ეს ნიშნავს, ერთი ნახევარსფერო მუდმივად ვარსკვლავისკენ არის მიმართული, ანუ იქ მარადიული დღეა. მეორე მხარე მუდმივად სიბნელეშია, ანუ იქ მარადიული ღამეა. შეგვიძლია ეს სამყარო წარმოვიდგინოთ როგორც პლანეტა, რომელიც ორ სრულიად განსხვავებულ სამყაროთ არის გაყოფილი. ღის მხარეს ცაზე მუდმივად წითელი ვარსკვლავი დგას. ის უფრო დიდია ვიდრე ჩვენი მზე დედამიწის ცაზე, მაგრამ ბევრად უფრო მუქი და წითელია. ღამის მხარეს სრული სიბნელეა. მხოლოდ სხვა ვარსკვლავების შორეული სინათლე არ ღვევს მას. შუაში შეიძლება არსებობდეს ვიწრო გარდამავალი ზონა, მარადიული ბინდი, სადაც ტემპერატურა საკმარისად ზომიერია თეორიულად თხევადი წყლის არსებობისთვის, მაგრამ ეს ყველაზე დიდი პრობლემა არ არის. ვარსკვლავის ძლიერი გამოსხივების ამოფრქვევები ამ პლანეტას მთელი ძალით ატყდება. შეფასებების მიხედვით პროქსიმა B 10-დან 60-ჯერ მეტ მაღალენერგიულ გამოსხივებას იღებს ვიდრე დედამიწა იღებს მზისგან. ასეთ პირობებში ატმოსფერო შეიძლება მილიონობით ან მილიარდობით წლის განმავლობაში თლიანად გაიფანტოს, ნაწილაკი ნაწილაკად, უწყვეტად და დაუნდობლად. და ატმოსფეროს გარეშე არ არსებობს სტაბილური ჰაერის წნევა, ტემპერატურის რეგულირება და კოსმოსური გამოსხივებისგან დაცვა. პროქსიმა B-ის რეალურად სიცოცხლისთვის ხელსაყრელი თუ არის, ჩვენ არ ვიცით. ჩვენ ამ პლანეტა პირდაპირ არასდროს გვინახავს. ყველაფერი, რაც მასზე ვიცით, არა პირდაპირ გაზომვებიდან მოდის. ეს გავს იმას, თითქოს ცდილობდე უხილავი ობიექტის ამოცნობას, მხოლოდ იმიტომ, რომ ნათურა ოდნავ ირხევა. და შემდეგ ამაზე დაყრდნობით აკეთებ დასკვნებს ობიექტის ფორმაზე, ფერზე და ზედაპირზე. პროქსიმა B ამაში მარტო არ არის. 2022 წელს ასტრონომებმა სისტემაში კიდევ ერთი პლანეტა აღმოაჩინეს. პროქსიმა ცენტაური D მიწაზე ბევრად პატარაა, სავარაუდოდ მხოლოდ მისი მასის მეოთხედი აქვს და თავის ვარსკვლავს მხოლოდ 5 დღეში შემოუვლის. ამით ის გაცილებით შორსაა საცხოვრებელი ზონისგან. მისი ზედაპირი ჩვენთვის ცნობილი ბიოლოგიური სიცოცხლისთვის უბრალოდ ძალიან ცხელია. და კიდევ არის მესამე კანდიდატი, რომლის არსებობაც დღემდე სადაოა. პროქსიმა ცენტაური C. ზოგიერთი დაკვირვება მიუთითებს ბევრად უფრო შორს მდებარე პლანეტაზე, რომლის მიმოქცევის პერიოდი 5 წელზე მეტია. სხვა მკვლევარები ამ სიგნალს გაზომვის შეცდომად მიიჩნევენ. ეს კითხვა ჯერ კიდევ ღიაა. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, ჩვენი უახლოესი მეზობელი ვარსკვლავის სისტემა სავსეა საიდუმლოებებით. და ჩვენ ჯერჯერობით თითქმის არ გვაქვს ინსტრუმენტები, რომ ეს საიდუმლოებები გავხსნათ. მაშ, დავუსვათ გადამწყვეტი კითხვა. როგორ მივიდეთ იქამდე? ეს არის კითხვა, რომელიც ფიზიკოსებს, ინჟინრებს და ვიზიონერებს 10 წლეულებია აწუხებთ. და პასუხები, რომლებიც მათ იპოვეს, სადღაც ბრწყინვალე ინჟინერიისა და ფილოსოფიური სიმამაცის შორის მერყეობს. რადგან პრობლემა ის არ არის, რომ იდეები არ გვაქვს. პრობლემა ისაა, რომ ინტერსტელარული მოგზაურობის ფიზიკა უბრალოდ სასტიკად მკაცრია. მოდით, ჯერ ვნახოთ, სად ვდგავართ დღეს. ყველაზე სწრაფი ზონდი, რაც კი კაცობრიობას ოდესმე შეუქმნია, არის Voyager 1.
ის 1977 წელს გაუშვეს და მას შემდეგ მან გაიარა მანძილი, რომელიც არც ერთ ადამიანურ ობიექტს არ გაუვლია. პარკერის მზის ზონდი ბევრად უფრო სწრაფია, მაგრამ ის მზეს უვლის გარს და არ არის სისტემიდან გასვლის გზაზე. Voyager-ი ეხლა უკვე ვარსკვლავთშორის სივრცეშია, იქ სადაც ჩვენი მზის გავლენა აღარ ვრცელდება. და მაინც, რომ მიაღწიოს პროქსიმა კენტავრამდე, მას დაახლოებით 73000 წელი დასჭირდება. ეს ინჟინერული გადაწყვეტა არ არის, არამედ შეგვახსენებს, რამდენად ფუნდამენტურად განსხვავებულია ვარსკვლავთშორისი მანძილები ყველაფრისგან, რაც აქამდე გვინახავს. პროქსიმა კენტავრამდე ადამიანისათვის მისაღებ აზრიან დროის მონაკვეთში მისაღწევად, ვთქვათ, 20-დან 100 წლამდე საჭიროა ზონდი, რომელიც მინიმუმ სინათლის სიჩქარის 20%-მდე დააჩქარებენ. ეს დაახლოებით 60000 კმ/მ-ს შეესაბამება. ანუ ერთ წამში დედამიწის ეკვატორის გარშემო თითქმის 1.5-ჯერ. შედარებისთვის, დედამიწა მზეს დაახლოებით 30 კმ/წმ სიჩქარით უვლის. ანუ ზონდი უნდა დააჩქარო დედამიწის სიჩქარის 2000 ჯერამდე. მაგრამ როგორ უნდა გააკეთო ეს? ყველაზე დამაჯერებელი პასუხი, რომელსაც მეცნიერება ამჟამად გვთავაზობს, არის პროექტი სახელად Breakthrough Starshot. ინიციატივა 2016 წელს წარადგინეს რუსმა მილიარდერმა იური მილნერმა და სტივენ ჰოკინგმა და მას აქვს სასიამოვნოდ პირდაპირი ლოგიკა. თუ ზონდის ინტერსტელარულ სიჩქარეებზე მიყვანა ტრადიციული საწვავით შეუძლებელია, მაშინ საწვავს საერთოდ არ ვიყენებთ. ამის ნაცვლად ვიყენებთ სინათლეს. იდეა ეფუძნება ლაზერების გამოსხივების წნევას. პაწაწინა ზონდები, ეგრეთ წოდებული სტარჩიპები, უნდა დამაგრდეს ულტრათხელ სინათლის იალქნის ფირებზე. ეს იალქნები შედარებით დიდი იქნებოდა, მაგრამ უკიდურესად მსუბუქი. მთელი ზონდი თითქმის რამდენიმე გრამს თუ იწონიდა და ახლობით იმდენს, რამდენსაც საფოსტო მარკა. აქ საუბარია არა ერთ, არამედ მთელი ჯგუფი ასეთი ვარსკვლავთშორისი ზონდების შესახებ. ისინი, რა თქმა უნდა, მზის ენერგიით შეიძლება იმართებოდეს, მაგრამ ეს იმდენად ნელი იქნებოდა, რომ შესაძლოა წლები დასჭირდეს სასურველი სიჩქარის მისაღწევად. მაგრამ საბედნიეროდ მეცნიერებს ალტერნატიული გადაწყვეტა მოუვიდათ თავში. ეს არის ხელოვნურად შექმნილი სინათლე დედამიწიდან. მიწიდან დაახლოებით 100 გიგავატის სიმძლავრის მქონე გიგანტური ლაზერული სისტემა ინტენსიურ სხივს მიმართავდა ამ იალქნისკენ. ამ სინათლის გამოსხივების წნევა ზონდს რამდენიმე წუთში სინათლის სიჩქარის 20%-მდე დააჩქარებდა. შედეგად მივიღებთ მოგზაურობის დროს პროქსიმა ცენტავრამდე დაახლოებით 20 წელს. ეს სამეცნიერო ფანტასტიკას გავს, მაგრამ მის უკან დგომი ფიზიკა მყარია. სინათლის იალქნის კონცეფცია ახალი იდეა არ არის. ეს სერიოზულად განიხილებოდა ჯერ კიდევ 1970-იან წლებში. რაც ახალია, ეს არის ელექტრონიკის მინიატურიზაციის, ელექტრონიკისა და თანამედროვე ლაზერული სისტემების შესაძლებლობების კომბინაცია. მიუხედავად ამისა, გამოწვევები უზარმაზარია. ლაზერული მასივის აშენება 100 გიგავატის სიმძლავრით აღემატება ყველაფერს, რაც კაცობრიობას აქამდე ოდესმე შეუქმნია. სინათლის იალქნის ფირები იმდენად თხელი უნდა იყოს, რომ ლაზერის სხივი არ შეიწოვონ, თორემ ისინი წამის ნაწილებში დაიშლება. ზონდებმა მინიმალური ელექტრონიკით უნდა იმუშაონ და მაინც შეძლონ სურათების გადაღება, მონაცემების შენახვა და დედამიწაზე ინტერსტელარული მანძილიდან სიგნალის გაგზავნა. და კიდევ ერთი პრობლემა არსებობს, რომელიც ხშირად უგულებელყოფილია. დამუხრუჭება. სინათლის სიჩქარის 20%-ით ზონდი დაახლოებით 20 წელიწადში მიაღწევს პროქსიმა კენტავრს, მაგრამ ის ასევე იმავე სისწრაფით სისტემას ჩაუქროლებს. მას ეკნებოდა მხოლოდ რამდენიმე საათი, შესაძლოა მხოლოდ წუთები, მონაცემების შესაგროვებლად, სანამ სისტემა მის უკან დარჩებოდა. ამ კონცეფციაში დამუხრუჭება უბრალოდ გათვალისწინებული არ არის. ეს არის სიჩქარის ფასი. და მონაცემებს, რომელსაც ზონდი უკან გამოგვიგზავნის, კიდევ 4 წელი დასჭირდება, რომ სინათლის სიჩქარით დედამიწამდე მოაღწიოს. ვინც დღეს ასეთ მისიას დაიწყებს, პირველ შედეგებს ყველაზე ადრე 50 წლის შემდეგ იხილავს. ეს თაობათა პროექტია. აქაც კიდევ ერთხელ ნათელი ხდება, რომ სამყარო მხოლოდ მაშინ ხდება უკეთესი ადგილი, როცა ვრგავთ ხეებს, რომელთა ჭრდილშიც ჩვენ არასდროს დავსხდებით. მხოლოდ ასე მოვედით აქამდე. მაგრამ კიდევ ერთი იდეაც არსებობს. ერთი, რომელიც უფრო რადიკალურად ჟღერს, მაგრამ ეფუძნება ელეგანტურ ფიზიკურ პრინციპს, დევიდ კიპინგმა შემოგთავაზა ძრავის კონცეფცია, რომელსაც ის ჰალო დრაივს უწოდებს. საბაზისო იდეა კლასიკური კოსმოსური ფრენის ცნობილი მანევრია.
გრავიტაციული მანევრი. კოსმოსური ზონდები ამ მანევრს დღეს რუტინულად იყენებენ. ამ დროს ზონდი პლანეტასთან ახლოს მიფრინავს და მის გრავიტაციას იყენებს, რომ ენერგია მისივე მოძრაობიდან მიიღოს, საწვავის ერთი წვეთის დახარჯვის გარეშე. ზონდი უფრო სწრაფი ხდება, პლანეტი კი უნიშნელოდ ნელდება. ელეგანტური კოსმოსური ენერგიის გადაცემა. კიპინგმა იფიქრა, რა მოხდებოდა თუ ამ პრინციპს უკიდურესად ძლიერ ობიექტზე გამოვიყენებდით. ანუ პლანეტის ნაცვლად შავი ხვრელი. განსაზღვრულ გეომეტრიულ პირობებში სინათლის სხივი, რომელიც ახლოს გადაუფრენს ბრუნავ შავ ხვრელს, შეიძლება იმდენად გადაიხაროს, რომ სრულ წრეს გააკეთებს და თავის საწყის წერტილში დაბრუნდება. თითქმის ბუმერანგივით. ჰალო, დრაივის იდეა სწორედ ამ ეფექტს იყენებს. კოსმოსური ხომალდი ისვრის ლაზერის სხივს ისე, რომ ის თითქმის გადაუვლის მბრუნავი შავი ხვრელის მოვლენათა ჰორიზონტს. სხივი უკიდურესი გრავიტაციის გამო იხრება და უკან კოსმოსურ ხომალდთან ბრუნდება. მაგრამ ამ გადახრის დროს რაღაც მნიშვნელოვანი ხდება. სინათლე შთანთქავს ენერგიას შავი ხვრელის ბრუნვის მოძრაობიდან. ის ბრუნდება ლურჯად გადანაცვლებული, მეტი ენერგიით, ვიდრე მაშინ, როცა ის გამოგზავნილი იყო. ეს ენერგია გადადის კოსმოსურ ხომალდზე დამატებითი იმპულსის სახით. შავი ხვრელი ესე რომ მოქმედებს როგორც კოსმოსური კატაპულტა. ამოუწურავი საწვავის გარეშე და სამყაროს ერთ-ერთი ფუნდამენტური ენერგიის წყაროთი მომუშავე. პრობლემა, რა თქმა უნდა, დეტალებშია. შესაფერისი ზომისა და ჩვენთვის მისაწვდომ მანძილზე მყოფი მბრუნავი შავი ხვრელები უბრალოდ არ არსებობენ ჩვენს კოსმოსურ სამეზობლოში. ეს ტექნოლოგია უფრო იმ ცივილიზაციისთვის იქნებოდა, რომელმაც უკვე რამდენიმე ვარსკვლავურ სისტემაში ცხოვრობს და ინტერსტელარული ინფრასტრუქტურა შექმნა. დიახ, ვიცი, რას ფიქრობ ამ წუთას. როგორ უნდა იმუშაოს ამან? მეგონა, სინათლის სიჩქარის მანიპულირება შეუძლებელია. სრულიად სწორია. თუმცა აქ ჩვენ არ ვსაუბრობთ იმაზე, რომ სიჩქარე იცვლება. აქ სინათლის ენერგიაზეა საუბარი. ფოტონები ყოველთვის ერთსა და იმავე სიჩქარით მოძრაობენ, რაც არ უნდა მოხდეს. მაგრამ მათი ენერგია არ არის დამოკიდებული მათ სიჩქარეზე, არამედ მათ სიხშირეზე. როდესაც ფოტონი ლურჯად გადაიწევს, მისი სიხშირე იზრდება და შესაბამისად მისი ენერგიაც. სწორედ ეს ხდება აქ. ლაზერის სხივი მიფრინავს შავ ხვრელთან, რომელიც კოსმოსურ ხომალდთან შედარებით მოძრაობს. სივრცე დროის უკიდურესი გამრუდება სხივს ისე ახვევს, რომ ის პრაქტიკულად ისე აირეკლება, თითქოს მოძრავ სარკეს მოხდა. და მოძრავი სარკე ფოტონს ენერგიას აძლევს. ასე რომ, სინათლე უფრო სწრაფად არ ბრუნდება უკან, მაგრამ უფრო მეტი ენერგიით. და როცა კოსმოსური ხომალდი ამ ენერგიით დატვირთულ სხივს ისევ დაიჭერს, ზუსტად ამ დამატებით იმპულსს მიიღებს. ენერგია საბოლოოდ მოდის თავად შავი ხვრელის მოძრაობის ან ბრუნვის ენერგიიდან. კოსმოსური ხომალდი, ასე რომ ვთქვათ, ძალიან ელეგანტურად იყენებს კოსმოსური გიგანტის დინამიკას. მაგრამ როგორც გონებრივი ექსპერიმენტი, ჰალო დრაივი რადაც მნიშვნელოვანს აჩვენებს. სამყარო თავად შეიცავს ენერგიის წყაროებს, ისეთი მასშტაბით, რომელიც თლიანად აღემატება ჩვენს თელ ადამიანურ ტექნოლოგიას. ასე რომ, კითხვა ისაა, ვისწავლით თუ არა ოდესმე ამ ენერგიების გამოყენებას. და აქედან მივდივართ თავარ კითხვამდე, რომელიც ყველა ამ ტექნიკური დეტალის უკან დგას. რატომ უნდა დახარჯოს კაცობრიობამ რესურსები, ათწლეულები და ინტელექტუალური ენერგია იმაზე, რომ პატარა ზონდი გაგზავნოს ვარსკვლავთან, რომელიც 4 სინათლის წლის მანძილზეა და რომლის პლანეტებზეც ჯერ კიდევ არ ვიცით, სიცოცხლისთვის ხელსაყრელია თუ არა. პასუხი ერთდროულად პრაქტიკულიცაა და ღრმად ადამიანურიც. პროკლავი უბრალოდ რომელიმე ის ჩვენი უახლოესი მეზობელია. და პროქსიმა B პირველი პლანეტაა ჩვენი მზის სისტემის გარეთ, რომლის ახლოდან დანახვაც ერთ დღეს შეგვეძლება. არა მხოლოდ როგორც საზომი მრუდი ან რადიული სიჩქარის სიგნალი, არამედ როგორც ნამდვილი სურათი. პირველად კაცობრიობის ისტორიაში ჩვენ არ დავაკვირდებოდით პლანეტას, რომელიც სადღაც კოსმოსურ ხმაურში იკარგება. ჩვენ მას დავინახავდით. შესაძლოა ოკეანეებით, შესაძლოა ღრუბლებით, შესაძლოა ატმოსფეროთი, რომელიც შუქს გარკვეულ ტალღის სიგრძეებზე შთანთქავს, ისე რომ მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს სიცოცხლეს. ან შეიძლება არც იყოს. შესაძლოა მშრალი, დასხივებული ქვიანი უდაბნო იყოს, ან ოკეანის პლანეტა მარადიული ყინულის ქვეშ. შესაძლოა რაღაცა ისეთი, რაც ჯერ არ ვიცით და რისთვისაც ჯერ სიტყვებიც არ გვაქვს. ზუსტად ეს არის მთავარი. 1000 წლეულებია ადამიანები ამ ვარსკვლავს უყურებენ, ისე რომ არ იცოდნენ რამდენად ახლოსაა ის.
უკვე 1 საუკუნეა ვიცით, რომ ის არსებობს. უკვე 1-10 წლეულია ვიცით, რომ მას პლანეტები ჰყავს და შეიძლება კიდევ 1 საუკუნე დასჭირდეს, სანამ პირველი ზონდი იქ მიაღწევს. მაგრამ იალქნები უკვე გაშლილია. პროქსიმა ცენტაური მხოლოდ ასტრონომიული ობიექტი არ არის. ეს ჩვენი მზის სისტემის გარეთ პირველი მისამართია. ეს არის ისტორიის პირველი თავი, რომლის წერასაც კაცობრიობა ახლა იწყებს. და როცა ეს ისტორია ოდესმე იქნება მოყოლილი, როცა მოსწავლეები 100 ან 200 წლის შემდეგ კაცობრიობის პირველ ინტერსტელარულ ზონდის შესახებ წაიკითხავენ, მაშინ პროქსიმა ცენტაური იქნება ის სახელი, რომელიც დასაწყისში ეწერება. თუ ეს თემა მოგწონს, ვიდეოს ჰაიპი მიეცი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიდეო უფრო მეტ ცნობის მოყარეს, შენსავით და ჩემსავით აჩვენონ. და თუ ეს ჯერ არ გაგიკეთებია, გამოიწერე არხი და დაფიქრდი არხის წევრი გახდე და ასე მხარი დაუჭირო მას. ჩემი სახელია სირვანი და ეს იყო Mars Chronicani. მადლობა ყურებისთვის. Per aspera ad astra. კლაპი უკვე გვაქვს, მაგრამ უსაფრთხოების მიზნით დაგვავიწყდა.